დღეიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, პირველადი საწარმოების, სასაწყობო მეურნეობის და დამხარისხებელი ობიექტების ხელშეწყობა იგეგმება. პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხის გამარტივებას, შემდგომში კი მის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. როგორც პროგრამის ხელმძღვანელები განმარტავენ, პროექტი სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას გაზრდის, ხოლო საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ ფაქტორებს მინიმუმამდე შეამცირებს. პროგრამის ფარგლებში ასევე საგრანტო კონკურსის გამოცხადება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა და მას ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ. პროგრამა საქართველოში USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 5 წლიანია და მისი ბიუჯეტი 19,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარება, ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა. დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა ჩვენს მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსს. მოხარულები ვართ, რომ გამოიწვია დაინტერესება აჭარის რეგიონში და ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება მეტ აპლიკაციას. ზოგადად ჩვენი პროექტი მიმართულია სოფლად აგრობიზნესების განვითარებაზე, შესაბამისად დასაქმებაზე, მეტ მოსარგებლეზე ორიენტირებული და შემოსავლების ზრდაზე. ჩვენი მეფილობის ფაბრიკა დიდი ხანია მუშაობს. გვაქვს მცირე მეფილობის ფაბრიკა და მზარდი არის. იმედია დაგვეხმარება USAID და მაგის დიდი იმედი გაგვაჩნია ახალ ტექნოლოგიას შემოგვიტანს. სპეციალისტებსაც თავაზობს დახვეწას წარმოებისათვის იმის ეკოლოგიური სისუფთავეში.